მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რას მოგვიტანს თებერვლის თვე. მაშასე წარმოთქვით საკუთარი სახელი და გვარი და ვნახოთ რა ენერგიები შემოდის თებერვლის თვეში, ფინანსები, ჯანმრთელობა და პირადი ურთიერთობები. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოვაჩენთ თქვენთვის. მაშასე დავიწყოთ. რა არის საერთო ფონი თებერვლისთვის, როგორია? თვითონ ამომიცვივდა. აქ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ არჩევანის წინაშე დგახართ პირად ურთიერთობებს უკავშირდება. შესაძლებელია ეს რეალურად საქმისთან დაკავშირებითაც იყოს, ეს არის ხელშეკრულება, შეთანხმება და ასე შემდეგ. უდაოდ თუ ეხება ფინანსურ რესურსებს, სამსახურს, ახალ კონტრაქტს, ახალ საქმეს დასაწყის. საუკეთესო ვარიანტია თებერვლის თვე იმისთვის, რომ მეორე თვე განსაკუთრებულად თებერვლის თვე იმისთვის, რომ შემოვიდეს როგორც დიდი ფინანსური რესურსები, ასევე საქმის განახლება. წარმატება, წინსვლა, ახალი საქმის დაწყება, ახალი ბიზნესის დაწყება, სამსახურის შეცვლა, რაც რეალურად მოგიტანთ ძალიან დიდი სიხარულის ენერგიებს. ეს მზე არა მარტო ემოციური ფონია საუკეთესო მდგომარეობაში, არამედ მზე არის დიდი მონეტაც, რაც ნიშნავს რესურსების მატებას. კიდევ რა არის საერთო ფონი? საერთო ფონი ნახეთ, ბედის ბორბალი. ვფიქრობ, რომ უკვე სამყარო თქვენსკენ იღებს გეს, ამიტომ დროა რომ გახსნათ ის რესურსები, რაზეც აქამდე ძალიან ბევრს ფიქრობდით, მოგეცემა ჩანსებით მოგვარების, გადახარისხების, გადალაგების, აწონდაწონვის, კიბერუზარმაზარი ტრანსფორმაცია, რომელიც მთავრდება თებერვლის თვეში, ბევრთან მტკივნეული ტრანსფორმაცია, ბევრთან დანაკარგების ტრანსფორმაცია, ეს როგორც ფინანსური რესურსებით, ასევე პირადი ურთიერთობებით შემიძლია განვიხილო, თუმცა მოვიდა დრო, რომ თებერვლიდან უკვე ნახეთ, ბედის ბორბალიც, ფორტუნას თქვენს მხარეს არის ორიანით ასები რაღაცა შეთანხმება, მზის ენერგია ძალიან დიდი სითბოს ენერგია, ანუ წარმატების პერსპექტივები მოდის თებერვლის თვიდან თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ გამოიყენეთ ეს შანსი, ხშირად არ დგება ხოლმე მსგავსი ტენდენცია. მოდი ნახოთ პირდაპირ ფინანსური რესურსები როგორი იქნება თებერვალში. საერთო ფონი იდეალურია. ფინანსური რესურსები აინახეთ, აქ ცოტა ჭიდაობის პროცესია, შესაძლებელია ბევრ თქვენთაგან არ ყოფნის შესაბამისი რესურსები იმისთვის, რომ არის რაღაცა ვალდებულებები, გასასტუმრებელი თანხები, შესაძლებელია ბევრი ითხოვს თქვენგან დახმარების ხელს ფინანსების თვალსაზრისით. ცოტა მიხედეთ ჯიბეს, ნახეთ, ეს ჟმოტის არკანია. ამიტომ მოუხდეთ საკუთარ რესურსებს აუცილებლად თებერვლის თვეში. კარგი. რა ხდება პირადში? რა ხდება პირად ურთიერთობებში? კრიზისი, ვისთანაც კრიზისია და გაურკვეველ ნახეთ, აქ არის ხუთიანი პენტაკლები, კრიზისი და გაურკვეველი სიტუაციები ურთიერთობაში. აქ არის ბევრი ტრამვები, ნახეთ, ორივე ფეხი მოტეხილი, აქ და კასტილები დადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ძალიან დიდი ტრამვები გამოიარეთ. გაურკვევლობები, მთვარის ენერგია, არეული გონება, დეპრესიული ფონი. გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან ჩემო ძვირფასებო. დროა უკვე განთავისუფლდეთ, ნახეთ, ესეთი ტრაგიკული ურთიერთობებიდან, ესეთი მძიმე ენერგიებისგან, ესეთი ტოქსიკური ურთიერთობებისგან გამოხვიდეთ. ამის შანსი მოგეცემათ. აუცილებლად. თქვენ აღარ გინდათ იყოთ მანიპულაციების მსხვერპლი, იმიტომ რომ აქ არის მანიპულატორის არკანი, მაგრამ განულების ენერგია ნიშნავს იმას, რომ აი ესეთი მდგომარეობიდან აბსოლუტურად განთავისუფლდებით, გამოხვალთ. ვისთანაც არ არის პარტნიორი, არის თუ არა ალბათობა იმის, რომ თებერვლის თვეში გამოჩნდეს საინტერესო პარტნიორი, მოდი ვნახოთ ესეც. გიჭირთ რაიმე ნაბიჯების გადადგმა, ნახეთ, იცავთ დისტანციას ურთიერთობაში, არ ავითარებთ ურთიერთობას, რაც არ უნდა ახალი პარტნიორი მოვიდეს, არ აძლევთ ამის შანსს და უფლებას, რომ რაღაცა ახალი ნაბიჯები გადმოდგას, ან რაიმე ურთიერთობები დაიწყოთ ახალი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმ ძველი ურთიერთობების ენერგიებით ხართ დახუნძლული, ამიტომ განთავისუფლდით. ის არაფერს კარგს არ მოგიტანთ. საბოლოოდ მოახდინეთ გასუფთავება თქვენი ქვეცნობიერის, თქვენი ცხოვრების მსგავსი ურთიერთობებიდან, იმიტომ რომ ეს აუცილებელი ტენდენციაა იმისთვის, რომ რაღაცა ახალი და საინტერესო შემოვიდეს და ეს ახალი და საინტერესო პენტაკლების მეფეა. ძალიან შემდგარი, ძალიან განათლებული, შესაძლებელია ხელმძღვანელი პირი იყოს, შესაძლებელია ნახეთ კარიერის თვალსაზრისით ძალიან შემდგარი, ფინანსური რესურსებით ძალიან მყარია. ესეთი ადამიანი მოდის იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ციკლი პირად ურთიერთობებში, სადაც განსაკუთრებით ტოქსიკური ურთიერთობებია, დასრულდება საბოლოოდ. მერწმუნოთ, რომ ბევრად საინტერესო ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ ჯანმრთელობის თვალსაზრისით რა ხდება თებერვლის თვეში, ვისაც აწუხებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით რა ხდება.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით რაც გამოდიხართ, ნამდვილად ნახეთ, ჰარმონია მოდის, ჰარმონია და ბალანსი მოდის აუცილებლად. აქ არის ოჯახში კონფლიქტური ენერგია, ეს რაც გიქმნის ძალიან დიდ დეპრესიულ ფონს, სხვათა შორის აქ სამართლიანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდებით. ბევრ თქვენთაგან თან სხვათა შორის ვისთანაც აქტუალური აქ რაღაც სასამართლო პროცესებია, ეს სადაო საკითხებია, შესაძლებელია განქორწინების საკითხი იყოს, შესაძლებელია სახლის ან ოფისის ან სამსახურთან დაკავშირებით რაღაცა სადაო საკითხებია, სხვათა შორის აქ გამართლებით უნდა დადგეთ. განსაკუთრებით თებერვლის მეორე ნახევრიდან საინტერესო ტენდენციები მოდის თქვენსკენ. რა უნდა გაითვალისწინოთ თებერვალში? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინოთ? ვიღაცა თქვენს მოტყუებას ცდილობს ნამდვილად, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ არ აღმოჩნდეთ ღალატის ენერგიებში და არა გაწბილებული განსაკუთრებით პირადში. გაგიჭირდებათ მე ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ამას მიაქციეთ ყურადღება. საინტერესო ტენდენცია რა არის, რაც ძალიან გაგახარებთ? ადამიანისგან, რომლისგანაც ნაბიჯებს ველოდებით და დუმდა აქამდე, აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯს. 4 დღე, 4 რიცხვი, შესაძლებელია 4 კვირა გამოდის რომ თებერვლის ბოლოს, აუცილებლად მოდის ნაბიჯი. ნახეთ რაღაცა საინტერესოს გთავაზობთ. აქაც ხელია გამოწვილი თასებით და აქაც ხელია გამოწვილი თასებით, ამიტომ ისინი, ვინც ელოდებით საკმაოდ დიდი ხანი მყოფ პარტნიორს, ის აუცილებლად მოდის აქაც თასებით მოდის. ამიტომ წარმატებებს გესურვებთ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე.